მოგესალმებით. ეს არის რუბრიკა გაიცანით 15 წუთში. მე კი მის წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. ჩემი დღევანდელი სტუმარია ნიკა ჭკადოა. ოქროს კაცი დიდი მომავლით. ამ ბიჭის არის მომავალი. არასდროს დაგავიწყდება მისი შესრულება. ასე აღწერენ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო მიმართულების მესამე კურსის სტუდენტს ნიკა ჭკადოას თეატრიდან გამოსული მაყურებლები. თამაშობს სპექტაკლებში მე გადმოვცურავ ზღვას, ჰელადოსი, მე ვხედავ მზეს, ვაჟიშვილი, იქ ჩვენთან და სხვა. ნიკას მიზანია რომ მის ყველა მოქმედ სპექტაკლში უბრალოდ იცხოვროს. ნიკა, გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, თავად? მეც კარგად, მადლობა. ხო არ ნერვიულობ, დიც ინტერვიუა. ცოტა. კარგი, მოდი დავიწყოთ და გავიცნოთ ნიკა ჭკადოა. ნიკა, რისთვის ხარ მადლიერი? ყველაფრისთვის აბსოლუტურად. რა ზიან როდის ნერვიულობ ყველაზე მეტად? სპექტაკლის დაწყების წინ და სპექტაკლის დასრულების შემდეგ. წლის რომ დროს ხარ ყველაზე პროდუქტიული? შემოდგომა. შენი ჰობი? ბევრი ჰობი მაქვს. ერთ-ერთი? ბევრი მაქვს და ვერ გამოვარჩენ მე სხვას ეწყინებ. კარგი. ინტროვერტი ხარ თუ ექსტროვერტი? ორივე გააჩნია დროს და სიტუაციას. საუკეთესო მოგონება შენს პროფესიაში? ბევრია ეგეც, მაგრამ ალბათ საუკეთესო მოგონებად იქ როდესაც პირველად სცენაზე გაგვეცინა მე და ჩემს მეგობარს სპექტაკლში, სადაც არ უნდა გაგვეცინებოდა, მაგრამ გაგვეცინა ძალიან. აი ეგ. საყვარელი ფერი? საყვარელი ფერი შავი. როცა ცუთხასიათზე ვარ? არავის დანახვა არ მინდა. სადილზე ნებისმიერი ადამიანის მოწვევა რომ შეგეძლოს ვის დაპატეჟებდი? არ ვიცი, ეს არ მიფიქრია. რა შეცვლიდი შენ ცხოვრებაში? არაფერს. როგორი წარმოგიდგენია შენი სიკვდილი? მგონია რომ ძალიან უაზროდ მოვკვდები. რას ჩაიფიქრებდი თუ კი ის სურვილი აუცილებლად აკიხდებოდა? არ ვიცი, ალბათ არ ვიცი. შენი მიზანი? გავხდე პროფესიონალი მსახიობი. რომელ ეპოქაში იცხოვრებდი? სადაც ცხოვრობ კარგად ვარ. რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდი? სცენის მემანქანე ალბათ. საუკეთესო რჩევა რომელიც მიგიღია? ვიყავი ის ვინც ხარ. მარტივად უწოდებ თუ არა ადამიანს მეგობარს? არა. წიგნი, ფილმი, რომელმაც ღრმა გავლენა მოახდინა შენს ცხოვრებაზე? წიგნი ჩაკ პალანიკის მებრძოლთა კლუბი, ფილმი ბევრია, ასე რომ იყოს პირველ ყოფილთა შიში. წარმოიდგინე, რომ შეგიძლია ახალი დღესასწაული შექმნა. რა იქნებოდა, როგორ აღნიშნავდი და რას დაარქმევდი? არ ვიცი, ძალიან ისე შინაარსობრივად ალბათ დღესასწაულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, როდესაც აღმოაჩენ მეგობარს და აი რომ მიხვდები, რომ გაიაზრებ, რომ შენი მეგობარია, ალბათ ეგ დღე უნდა იყოს დღესასწაული ყოველ წელს. რომელი სუპერძალა გექნებოდა? ფიქრების კითხვის. მიდიხარ კუნძულზე, სადაც მხოლოდ 3 ნივთის წაღება შეგიძლია. რას წაიღებდი? პასტას, ფურცელს და ალბათ წყალს. სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ? სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ, არის რა? კაი. საკვები, რომლის ჭამაც არასდროს მოგვიზრდება? ანუ ორია იდეაში, კიტრი პომიდორი და ხორცი. როგორ გახასიათებენ მეგობრები? ყველა განსხვავებულად. რა საფასებ ადამიანში ყველაზე მეტად? ერთგულებას. რა სარდათმობ არასდროს? სიმართლეს. რა რჩევას მისცემდი დამწყებ მსახიობებს? იყვნენ ისინი, ვინებიც არიან სინამდვილეში და ეგ განავითარონ და იშრომონ ძალიან ბევრი, რომ აი ძალიან ცოტას მაინც მიაღწიონ. რა არის შემთვის ბედნიერება? ჩემთვის ბედნიერება
არის ალბათ მეგობრებთან ერთად ყოფნა, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა და როდესაც ჩემით ვიღაც ბედნიერია, მე ბედნიერი. რიტუალი, რომლის გარეშეც ვერ იარსებებ. არ მაქვს ეგეთი რიტუალი. რა ან ვინ გაძლევს мотиваციას? დედა და მამა. და ჩემი ძმა. და ბებია და ბაბუ, ოჯახი. გიყვარს დაგეგმა თუ სპონტანურობა? სიტუაციას გააჩნია, მაგრამ მაინც სპონტანურობა მირჩევნია. რისი გწამს? ღმერთის. საყვარელი სადღე გძეო? აფხაზეთის. რამდენად ჯიუტი ხარ? ძალიან. შენი ზოდიაქო და გჯერა თუ არა ასტროლოგიის? ტყუპები და მეგობრობთ კი რაღაცებში კი არა ძალიან ბევრ რაღაცაში ვემთხვევით და ხშირად დრო ხვდები რომ ვემთხვევი ნერვები მეშლება, მაგრამ კი. რა არის შენი აქილევსის ქუსლი? მეკიდან მარტივი იყო. აი, ჩემი აქილევსის ქუსლი არის როცა გულწრფელად მატყუები. დათმობ თუ არა საყვარელი ადამიანის გამო შენს პრინციპებს? არა. მაგრამ აქილევსის ქუსლს დაუბრუნდები თუ შეიძლება ჩემი აქილევსის ქუსლი უფრო სწორად არის ის, რომ საყვარელი ადამიანის გამო პრინციპებს თმობ და დავთმობდი თუ არა, ჩემ პასუხი იქნება არა, მაგრამ აუცილებლად დავთმობ ზუსტადვის. პირველი რას გაკეთებდი თუ $1,000,000 მოიგებდი? ვაიმე, ძალიან ბევრ რაღაცას ვიზამდი. პირველ რიგში ალბათ ვინც გამახსენდებოდა ირგვლივ რაღაც საჩუქრებს დავარიგებდი და მე ალბათ ჩემ თავსაც მივხედავდი. რა არის შენი კომფორტის ზონა? ჩემი კომფორტის ზონა არის გააჩნია როდის, მაგრამ ესე ზოგადად რო ავიღოთ, მარტო როცა ვარ სახლში არ, მარტო როცა ვარ ქუჩაში ალბათ. უხერხული მომენტი შენი ცხოვრებიდან? უხერხული მომენტი ჩემი ცხოვრებიდან ერთ ახალ წელს, წინა ახალ წელს ესეთი რაღაც მოგვიწია, რომ მე და ჩემი მეგობარი იცნობთ ნიკუშა ხრიკული, ვიყავით წამყვანები. ეს მიყავდა ახალი წლის პროგრამა და ესე არავის არ გაუფრთხილები ვართ, რომ ინგლისურადაც უნდა წაგვეყვანა ეს და ინგლისური ესე რო გითხრათ, რომ სხლავ ვერა და ერთ-ერთმა სტუმარმა, ანუ სულ ცხოელები იჯდნენ თურმე. ჩვენ არ ვიცით, ჩვენ ქართულად საუბრობთ და ერთ-ერთი სტუმარი იყო ქართველი და უიო, ისაო ინგლისურადაც თან ძალიან ისე გითხრა, რომ განამე დაშავდა და უბრალოდ სასხვათა შორისოთ და ავედი სცენაზე, მე ესე ავდივარ და ხრიკულს ვეუბნები, რომ ის აბა ნიკუში და მიკროფონები გვიჭრავს ორივე ხელში და რაღაც მითხრა. ისეთი რომ არ უნდა ეთქვა სცენაზე. და მივხვდით რომ სცენაზე ვიდექით და გავტრიალეთ მაყურებლის. ძალიან უხერხულად ვიგზენი მან მე თავი. რომელი დღესასწაულის აღნიშვნა გიყვარს ყველაზე მეტად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად? ახალი წელი. რას ნანობ? არაფერს. სიტყვა რომელიც ყველაზე კარგად აღწერს შენს პიროვნებას? საინტერესო. საყვარელი სეზონი? ზაფხული. ოცნების ადგილი სამოგზაუროდ? აფხაზეთი. ყველაზე სანდო ადამიანი შენ ცხოვრებაში? არ ვიცი. მე არასდროს? არ მომიტეხია, ხელიან, ფეხიან, ასე შემდეგ. რა არის თეატრალური შენთვის? თეატრალური უნივერსიტეტი? ჩემთვის არის ერთი დიდი ოჯახი. მოგვიყევი რამე ანეკდოტი? მე ანეკდოტებში ძალიან ძლიერი ვარ. ორი მეგობარი პომიდორი გადადიოდა ტრასაზე და ერთი ეუბნება მეორეს რომ ფრთხილად მანქანა ასევე ის ახლახანს გავიგე ეს ანეკდოტი და ძალიან გამეცინა ორი ცხვარი ესე დგას და მე და მე ერთმანეთს შეხედა ჩვენ. რითი ხარ გამორჩეული სხვებისგან? ესე არაფრით ალბათ. არაფრით კი არა და ხო ხასიათით, როგორც ყველგან სხვადებით. ხასიათით. რისი კეთება არ გიყვარს? აი რაღაცას რომ მაძალებენ, რომ არ მინდა კეთება და რომ მაძალებენ არ მიყვარს. ყველაზე ხშირად როდის აკრიტიკებს საკუთარ თავს? პრემიერამდე და ყოველი სპექტაკლის შემდეგ. რას აკეთებ იმისთვის, რომ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია? ცხოვრობ და მუშაობ საკუთარ თავზე. შენი პირველი როლი? სოხუმის თეატრში სპექტაკლი ვაჟიშვილი ნიკოლა.
რა არის შენთვის სამშობლო? ჩემთვის სამშობლო არის სიყვარული პირველ რიგში. და თელი ჩემი ცხოვრება ალბათ. შენი ნათამაშები როლებიდან რომელი პერსონაჟი იქნებოდი დარჩენილი ცხოვრება? ერთი არის სოსოია მამალაძე და მეორე არის მე გადმოცურავ ზღვაში სერბო. რომელ სიმღერასთან გაიგივებდი საკუთარ თავს? არც ერთთან. არ მომისმენია ჯერ ეგეთ სიმღერა. ვინ გინდა იყო მომავალში? ჩემი თავის საუკეთესო ვერსია. საყვარელი სამაგიტო თამაში. ბურა. მეტსახელი რომელსაც გეძახიან და არ მოგწონს. ჭკაკადუ. და რომელიც მოგწონს. ჭკადუ. რა გაბრაზებს ყველაზე მარტივად? აი ისეთ მომენტი, როცა უნდა გაბრაზდე, მაგრამ ძალა არ გაქვს, რომ გაბრაზდე. თან გაცინებ. რისი ფობია გაქვს? გველების. ტელეფონში რომ ერთი აპლიკაციის დატოვება შეგეძლოს, რას დატოვებდი? მესენჯერს. საყვარელი მხატვარი. არ მყავს. რომელი ემოციი იყენებ ყველაზე ხშირად? გირჩევნია ფილმი ბედნიერი თუ სევდიანი დასასრულით? გაუგებარი დასასრულით. იყო ღარიბი და ბედნიერი თუ მდიდარი და უბედური? ღარიბი და ბედნიერი. ითამაშა დადებითი თუ უარყოფითი როლი? უარყოფითი უფრო საინტერესო არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ იცოდი 10 უცხო ენა თუ შეგეძლო ცხოველებთან საუბარი? შემეძლო ცხოველებთან საუბარი აუცილებლად. რითი მოქმედებ, გულით თუ გონებით? უფრო გულით. ახლიდან დაიბადო წარსულში თუ მომავალში? მომავალში. იქნებოდი მუდამ ახალგაზრდა თუ ყველაფერს აქვს დასასრული? ყველაფერს აქვს დასასრული. პირველი ქათამი გაჩნდა თუ კვერცხი? ქათამი. რამდენად მარტივი ან რთული პიროვნება ხარ? საინტერესო ვარ ალბათ. კითხვა რომელზე პასუხსაც ვერ პოულობ. აი მაგალითად როგორ გაჩნდა ეს ყველაფერი საიდან წამო. მარტო მყოფს რისი კეთება განიჭებს ყველაზე დიდ ბედნიერებას? ძალიან ბევრი რაღაცა არის ხოთა შორის გაგიკვირდებათ და აი ეს ახლა მოვდავფიქრდები. ალბათ იმ სიტუაციების გახსენება, რაც გავაკეთე უკვე და წარმოდგინა რომ რა შემეძლო რომ გამეკეთებინა. რა გინდა რომ დედამიწაზე შენი სახელით დატოვო? კაი კაცი იყო, თქვენ გამიხარდება ძალიან. და ბოლოს მე ვარ მე. მადლობა ნიკა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. ეს იყო რუბრიკა გაიცანით 15 წუთში. მე კი მისი წამყვანი ამალია გაფრინდაშვილი ვარ. შევხვდებით მალე ახალ საინტერესო სტუმართან ერთად.